მაესტროს შეეშინდა. არ მეგონა თუ ასე მოხდებოდა, მის მაგეთ რომ გამოსულიყო და მებრძოლისავით ეპასუხა ჩემთვის ბრძოლასთან დაკავშირებით დაავალა თავის პაწუა ძაღლუკა ჭავჭავაძეს. რომ გაეკეთებინა რაღაც უაზრო ვიდეო შეურაცხყოფებით და ასე გამოხატეს თავიანთი პასუხი ჩემს გამოწვევაზე. რაც ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ეგ არასპორტულია ჩემის აზრით, მაგათ ეგონათ რომ იგივეს მე გავაკეთებდი, მაგრამ ამ პროვოკაციაზე არ წამოვეგე. იმედი მაქვს რომ კიდე გამოვა მაესტრო და იტყვის თავის პასუხს ბრძოლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრს უნდა ამ ბრძოლის ნახვა. 10,000 ლარს ვითხოვ მაესტროსთან ბრძოლაში. 10,000 ლარი დააწესოს გამას გენერალურმა სპონსორმა. ყველამ ვიცით ვინ არის. 10,000 ლარი მაგათვის არაფერია, ეგ ყველამ ვიცით. ასე რომ 10,000 ლარი უნდა დავაწესოთ ჯილდო, მე თუ მოვიგებ, იმ შემთხვევაში 10,000 ლარს წავიღებ, მაგრამ იმ 10,000 ლარიდან ერთ ლარსაც არ მოვიხმარ ჩემთვის. ის 10,000 ლარი გადანაწილდება ყველა იმ მებრძოლზე, ვინც ივენთისთვის ემზადება და პარალელურად მუშაობს 8-10-12 საათი მუშაობენ ბიჭები, ვისაც ფინანსურად ცუდი მდგომარეობა აქვს და არ უნდა მუშაობენ და მე მიდიან ამ სამსახურის მერე ვარჯიშობენ. ნუ ეგ არარეალურია უბრალოდ და ეს 10,000 ლარი გაიხსნება ნამდვილი ფონდი, ის ფონდი კი არა რო აქვს მაგათ. ეგეთი ფონდი არა. 95% ჯიბეში იდემენ და 5% რო ახარჯებენ თვითონ მებრძოლი. გაიხსნება ნამდვილი ფონდი, იქნება ონლაინ რეალურად ის 10,000 ლარი იდება მაგ ანგარიშზე და მაგედან გადანაწილდება ყველა იმ მებრძოლზე, ვისაც შეუძლია დატოვოს თქვა თავის სამსახური, ვინც გამომუშავებაზე მუშაობს, ანუ ოფიციალურად არ მუშაობს და შეუძლია დატოვოს თავის სამსახური და ამ თანხით შეძლოს შენარჩუნება თავისი ენერგიის და ივარჯიშოს და არ იმუშაოს, არ დაიღალოს ესე უაზროდ. მას აშე მაესტრო. თუ ვიცი რომ შენ გეშინია, ეგ ნორმალურია, უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ ალბათ ხვდები უკვე ვისთან ვაპირებ მომზადების გავლას. შენ რო დაგასისხლიანო და მე არ ვიძახი რომ უეჭველად მოვიგებ, მე დარწმუნებული 100%-იანი ვერ ვიქნებ მაგაში, მაგრამ ერთადერთი რაშიც ვარ დარწმუნებული რომ ნეკნები ჩაუტეხო, ან გაუბზარო მაინც. ყვის მოტეხვასაც ვეცდები, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვარ, აი როგორი გაბრაზებული ვარ, იცი, აი ესეთი გაბრაზებული ვარ. მე და მაესტროს გვაკავშირებს წარსულში უთანხმოება, ეს 2 წლის თემა. იქიდან მოდის, არავის არ ეგონოს რომ ეს მოხდა ეხლა და ამაზე ვრცლად მოვყვები სხვა გამოშვებაში. ეხლა არ არის ამის დრო, თუმცა საინტერესო ისტორია ალბათ დაგაინტერესებს. ნუ მიქსევ შენ ძაღლუკას, შენ ჭავჭავაძეს, ამხელა კაცი ხარ, ამხელა დამბედაობა უნდა კონდეს, რომ მოხვიდე ჩემთან და მითხრა მე, პირადად მე მითხრა. ჭავჭავაძეს რაც შეეხება, ინფორმაცია მაქვს, რომ ნადირობენ, მონადირეზე ნადირობენ, სექსუალურად უნდა შეავიწრონ, არ ვიცი რა იგულისხმეს, მაგრამ ფაქტია, რომ აი ესეთი ინფორმაცია მაქვს, ასე რომ ჭავჭავაძე შენ სადგილას პოპოს გაუფრთხილდებოდი. ხო, ეგ გადავდოთ გვერდზე. დოლიაშვილი რო არის მსაჯი, თავარი მსაჯი რო არის, ხო იცით? დოლიაშვილი მაგან მომწერა, მოდიო, მესპარინგეო, მეო, კაცი რომელიც პროფესიონალური მოკრივეა, წაგება საერთოდ არ აქვს, მეძახის მე, არა სპორტსმენს, ნუ მაგასთან არა სპორტსმენი ვარ, ჩვეულებრივად შემიძლია თქვა ეს, სად მაგის დონე და სად ჩემი დონე. ეგ იგივეა, რომ ლომკაცა მოვიდეს და ვიდეოების გაკეთებაში შემეჯიბროს. გენიოსი ხარ. იცით ხო ვიზე ვლაპარაკობ? დოლიაშვილზე.
ეს ექიმზე რო თქვა თუ საჭირო იქნება არ გააჩერებს, თუ არ იქნება საჭირო, მაშინ გააჩერებს. ნუ იდეაში მე პირადად ანუ რას იძახის რომ ექიმი თუ ჩათვლისო საჭიროთო არ გააჩერებსო, მაგრამ თუ არ ჩათვლის საჭიროთო, მაშინ გააჩერებსო. აი მაგ ადამიანზე ვიძახი, ვინც ვერ მიხვდით, ნუ. ხო და, ნუ მე უთხარი რომ მე არ ვაპირებ მოსვლას და სპარინგის ჩატარებას. ხო, რატომ მეუბნება რომ თუ მე სპარინგებიო, ნახავ როგორ სპარინგობო და ისა ორგანიზაცია მე დაფიქრდებაო შენი და მაესტროს ჩხუბზე. ანუ რას მეუბნება რა რისი თქმა უნდა სინამდვილეში, ანუ იფიქრა ალბათ, მოვიდესო, მაგრად ვცემო და ნოკდაუნში ჩავაგდებო ჩვეულებრივათო და ორგანიზაცია იტყვის რომ შენ არ ხარ ის მებრძოლი, ვინც უნდა შეებრძოლოს მაესტროსო. ნუ მოკლედ ეგ ხრიკი არ გამოვიდათ, მე თავიდანვე უთხარი და თუ გაინტერესებთ ჩემი სპარინგი, როგორ ჩხუბობ, მე შემიძლია ვისპარინგო ჩვენს დარბაზში და გადავიღოთ ჩვეულებრივად ვიდეო და გამოგიგზავნოთ და ნახეთ როგორ სპარინგობ, ანუ მაესტროზე მაღალ დონეზე თუ არ ვარ თქვათ, ხო? არც ჩამორჩები რა და იმიტომ ვიძახი რომ ეს არის რეალური ბრძოლა და ეს იქნება რეალური. ამ გადაცემაში გამოვა ზოგადად პროგნოზები მომავალ ივენთებზე, რეალური პროგნოზები და არა ის პროგნოზები, რასაც ვანახებენ ხოლმე, განიხილება ჩხუბი მებრძოლების და ასევე მეყოლებიან აქ სტუმრები, მებრძოლები, გაბრაზებული მებრძოლებიც, ჩვეულებრივი მებრძოლებიც და ბოლოსთვის დავიტოვე ჯანსაღი რეკლამა, ვისაც კრივი შესწავლა გსურთ, შეგიძლიათ მიმართოთ აკა კაკრიაშვილს, ძალიან მაგარი წვრთნელია, გავარჯიშებთ, გულით მოგიდგებათ, ყველაფერს გასწავლით. პირადად მე არ მინახია ასეთი მიდგომა, როგორც აკა კაკრიაშვილი უდგება ბიჭებს. ეს იქნება გამას მებრძოლები თუ ჩვეულებრივი კრივი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერში მოგამზადებთ და გაგხდით სერიოზულ მებრძოლად. ვისაც კრივი შესწავლა გსურთ ან გამაში გამოსვლა, მიმართეთ აკა კაკრიაშვილს. კომენტარებში იქნება. ასე რომ დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო. თქვენთან იყო კაპიტან გამა ტრენერი და მომავალ შეხვედრამდე